მოგესალმებით თვითფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენ გადაცემას წერთ, ეს არის მონოლოგი ნუტრიციოლოგთან, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზი კუჭავა და მინდა რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ ყველაზე ხშირად მომართვად საკითხზე, რაზეც ამ ბოლო დროს თქვენ ხშირად გწერთ ხოლმე ჩვენ სოციალურ ქსელებში, თემა ძალიან აქტუალურია, ეს არის კვება და ნაწლავური ინფექციები. და რატომ შეირჩა ეს თემა დღევანდელი ჩვენი მონოლოგის, ასე ვთქვათ, თემად? იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ადამიანები ამ ბოლო დროს ამ საკითხზე მოგმართავენ და ყველაზე მეტად მაინც პრობლემა აქტუალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყავს ოჯახის უმცროსი წევრები. ამიტომაც ვფიქრობ, რომ იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღებას და ძალიან საინტერესოა ასევე ის თემა, რომ ოჯახის უმცროსი წევრები, რომლებიც აი ამ ნაწლავური დაავადებების გამო ხშირად და არიან ჩვეულებრივად უფრო მოწყვლადები, ძალიან ხშირად საჭიროებენ ხოლმე განსაკუთრებით მოვლას და ყურადღებას. ეს ხშირად მშობლებს ყურადღების მიღმარჩება და ფიქრობენ, რომ ნაწლავური ინფექციები თავისით გაივლის გარკვეული პერიოდის მერე, მაგრამ ხანდახან ეს არ დგება, ესე ვთქვათ, სასურველი პერიოდის გავლა ძალიან მალე და პრობლემა რთულდება და შეიძლება პაციენტის ჰოსპიტალიზაციაც კი გახდეს საჭირო. ზაფხულის სეზონი დამთავრდა, დაიწყო შემოდგომა და დასვენების მერე დიდი ნაკადი ადამიანებისა, მათ შორის ბაღის კონტინგენტი, სკოლის კონტინგენტი დაბრუნდა თავის საცხოვრებელ გარემოში და დაბრუნდა, ასე ვთქვათ, მიკროორგანიზმებით გამდიდრებულიც. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ, ესე ვთქვათ, ჯანმრთელად გამოიყურებოდა საწყლო ეტაპზე, გადის რაღაცა პერიოდი, რამდენიმე დღე და შეიძლება ბავშვებში უკვე გამოვლინდეს სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებები. არის ძალიან საინტერესო დეტალი, რომელსაც ხშირად არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღება, ეს არის ინკუბაციური პერიოდი. ანუ პერიოდის რაღაცა გარკვეული ხანგრძლივობა, გარკვეული დღეები, შეიძლება საათებისაც, რომელიც უნდა გავიდეს ინფექციასთან შეხვედრის მომენტიდან მის გამოვლინებამდე. და აი ამ პერიოდის გავლას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ხშირად, როდესაც ბავშვები ერთმანეთთან კონტაქტში არიან, აი თამაშის დროს და ერთ-ერთი მათგანი დაავადდება, მეორე ბავშვი სულაც არ არის აუცილებელი, რომ მეორე დღეს უკვე გამოვლინდეს რაღაცა ნიშნებით და მშობელი უკვე მიხვდეს, რომ მას გადაედო თუ არა ეს ინფექცია. შეიძლება გავიდეს რამდენიმე დღეც კი და დაავადება გამოვლინდება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ. ძალიან ბევრი ბავშვი დღეს საქართველოში აი ნაწლავური ინფექციებით იყო და სხვათა შორის წლევანდელი წელი შედარებით უფრო მშვიდი იყო, ვიდრე გარკვეული წლები, სულ რაღაც 2, 3, 4 წლის წინათ უფრო მეტი იყო ეს შემთხვევები. თუმცა მოიმატა მძიმე შემთხვევებმაც. რატომ? იმიტომ რომ დროული ჰოსპიტალიზაცია, დროულად მიმართვა ექიმთან არ ხდებოდა. და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც ამ ბოლო დროს ექიმები ხშირად ვლაპარაკობთ, ეს არის სოციალური ქსელები, რომლებიც როგორც კარგ როლს თამაშობენ, ისევე ცუდ როლს თამაშობენ, იმიტომ რომ კარგია, როდესაც მშობელი დავუშვათ სოციალური ქსელების შესახებ იღებ ინფორმაციას დაავადების შესახებ, მაგრამ სწორ ჯანსაღ ინფორმაციას და არის მეორე უკიდურესობა, როდესაც მას, ასე ვთქვათ, ადამიანი ცდილობს დაეხმაროს და აწვდის რომელიღაც დაავადების შესახებ ინფორმაციას, შეიძლება ჩაუგდოს კიდეც მკურნალობის რეცეპტიც, მაგრამ ეს არ იყოს სწორი დიაგნოზი და პაციენტი იყოს ნამკურნალები ან არასწორად, ან არასრულფასოვნად. აი ეს ძალიან ხშირად ეხება ზუსტად ბავშვებთან მიმართებაში სხვადასხვა დაავადების მკურნალობას და ამიტომ ვფიქრობ, რომ როგორც კარგი როლი აქვს, ისე ცუდი როლი აქვს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში. რა არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი და როგორი არის პათოფიზიოლოგიური მექანიზმი ზოგადად? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამომწვევი ამ შემთხვევაში არის ესეთი დიდი ოჯახი ენტეროვირუსები, რომლებიც პიკონავირუსების გვარს წარმოადგენენ, მათ შორის დაახლოებით 116-დან მეტი სეროტიპია, რომლებიც ადამიანებისათვის პათოგენურია, თუმცა ბევრად მეტ წევრს შეიცავენ ოჯახში. მათ შორის ერთ-ერთი ცნობილი არის პოლიოვირუსი, გეცოდინებათ ეს გამომწვევი ბავშვთა მძიმე ინფექციის, პოლიომიელიტის გამომწვევია და უმეტეს შემთხვევაში უნდა ვიცოდეს ისიც, რომ ენტეროვირუსი თუ ბავშვი ჯანსაღია საწყისად და თუ მას დედა ეხმარება, რომ დაავადება დაამარცხოს, სუბუქად მიმდინარეობს და ბავშვი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. თუმცა ის უნდა იმყოფებოდეს პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც მიუხედავად პედიატრის მეთვალყურეობისა, მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს და საჭირო გახდეს ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ფაქტის გათვალისწინება მაშინ, როდესაც ბავშვს აქვს სხვა რომელიმე თანხლები ინფექცია, სხვა რომელიმე თანხლები დაავადება, თუნდაც ინფექციური დაავადება, კი ბატონო.
ენტეროვირუსები მრავლდება კუჭრაწლავის ეპითელიუმის შრეში და ძალიან ნიშანდობლივი სიმპტომები ახასიათებს, რაც ყველაზე მეტად ვლინდება, ყველაზე ხშირად ვლინდება, ეს არის ღებინება, ეს არის დიარეა, თუმცა შედარებით ნაკლებად, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს ტემპერატურული რეაქცია ცხელების სახით, კუნთების ტკივილი, ზოგიერთ მათგანს კანის მხრივი გამოვლინებაც კი აქვს, მაგრამ ნამდვილი ანალიზის გარეშე, ჭეშმარიტად დიაგნოსტირების გარეშე შეუძლებელია ზუსტად ასპოცენტად დაისვას ენტეროვირუსი, ამიტომაც უფრო მეტად ჩვენ დიაგნოზი გამოგვაქვს კლინიკური ნიშნების საფუძველზე, თუმცა ლაბორატორიული კვლევებითაც შესაძლებელი ხდება. ძალიან საინტერესო არის ის, რომ ამ დაავადების გადაცემაში ერთ-ერთი მთავარი გზა, რომელიც იწვევს ასეთ პათოლოგიას, არის ფეკალურ-ორალური მექანიზმი. ეს არის ენტეროვირუსის ტრანსმისიის ჭეშმარიტი გზა, როდესაც წყლის, საკვების ან დაბინძურებული ზედაპირების საშუალებით შეიძლება მან მოაღწიოს ადამიანის ორგანიზმში. ასეთ შემთხვევაში დაუბანელი ხელების მექანიზმს ვეძახით ამას, გზას ვეძახით, როდესაც საკვები შეიძლება მიიღოს ბავშვმა დაუბანელი ხელებით და აი ამ საკვებიდან შეიძლება მოხდეს ან მიაწოდოს მერე შემდგომ ეს საკვები თავის მეგობარს, შეიძლება მოხდეს უკვე მისი ინფიცირება. ამიტომაც აუცილებელი არის ხელების დაბანა არა მარტო საკვების მიღების წინ, არამედ საკვების მიღების მერეც, ასევე სხვადასხვა ნივთებთან სარგებლობით, მათ შორის წიგნის წაკითხვის დროს, იმიტომ რომ ზოგიერთ ბავშვს ახასიათებს ჩვევა, რომ ნერწყვით გადააშალოს ფურცლები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 3-14 დღე გრძელდება ჩვეულებრივ, თუმცა ჩულებში და ბავშვებში ინფექცია უფრო ხშირად, უფრო ძლიერ და უფრო გამოხატულად მიმდინარეობს. არსებობს სუბკლინიკური და ისეთი ფორმები, როდესაც შეიძლება საერთოდ არ გამოვლინდეს, თუმცა რაღაცა რეტროგრადულად ხდება მისი დიაგნოსტირება და ერთი ძალიან საინტერესო პერიოდი, პედიატრები ამას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ, ეს არის ბავშვთა ის ასაკი, როდესაც პატარა ბავშვს ამოსდის კბილები. ხშირ შემთხვევაში ესეთ ბავშვებს ახასიათებთ კბილების ქავილი, ამისთვის იგი იყენებს არა მარტო ხელს, არამედ სათამაშო ნივთებს, ყველაფერსაც ხელში ხდება და რაღაცა პერიოდის მერე შეიძლება დაეწყოს დიარეა ან ფაღარათი, გულისრევა, ან სხვა ესეთი ცხელებით მიმდინარე გამოვლინებები და მშობლები ამას აბრალებენ ხოლმე და ესე ამბობენ, რომ კბილები ამოსდის და კბილებმა იცის ეს. კბილებმა იცის და ამის მიღმა იფარება ხოლმე ხანდახან ჭეშმარიტად ენტეროვირუსული ინფექცია ან რომელიმე სხვა ინფექცია, რომელიც უბრალოდ დაბინძურებული ხელებით ან დაბინძურებული რაღაცა სათამაშოს ან სხვა ნივთების პირის ღრუში მოხვედრის შედეგად განვითარდა. პირადი ჰიგიენის წესების დაცვა შვილებთან და ბავშვებთან შედარებით უფრო რთულია, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია კიდე იმუნური მზაობა, ანუ როგორი იმუნიტეტი აქვს ბავშვს და როგორი დახვდა იმუნიტეტი მას იმისათვის, რომ მოერიოს ამ დაავადებას და ნაკლები ინტენსივობით გამოვლინდეს. სოფლიოში ბავშვთა 70-80% უფრო უსიმპტომო და მსუბუქი ნიშნებით იტანს ენტეროვირუსულ ინფექციებს, თუმცა არსებობს საკმაოდ დაბალი პროცენტი და დაბალი კონტინგენტის როდესაც დაავადება ცოტა უფრო მძიმე ფორმით ვლინდება. საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ყოველწლიურად დაახლოებით 150-170 შემთხვევა აღირიცხება, ციკლური ტენდენციები ახასიათებს, 4 წელიწადში ერთხელ ფიქსირდება ორმაგი ზრდა დაავადებების და ჩვენ გავიარეთ ესეთი პერიოდი 2016, 2010, 2004 წლებში, როდესაც დაავადებები საკმაოდ დიდად გავრცელდა, ფართოდ გავრცელდა და სასწავლო დაწესებულებების დროებით დაკეტვაც კი გამოიწვია, მათ შორის ბაღების და სკოლების, ფაქტიურად ესეთი მცირე რაოდენობით ეპიდემიური გამოვლინებაც კი ქონდა მათში. ჩვეულებრივ ესეთი ინფექციები კონცენტრირებული არის ხოლმე გარკვეულ ლოკაციებზე, მაგალითად აი შეიძლება ქალაქის ფარგლებში გავრცელდეს განსაკუთრებით ან სოფელში რომელიმე კონკრეტულ სოციუმში ან თემში და საკმაოდ ისეთი გამოვლინებებიც მიიღოს მსუბუქიდან დაწყებული, მძიმე გამოვლინებებით დამთავრებული. ხშირი არის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შორის და ბაღის კონტინგენტში მეტადრე მაშინ, როდესაც აი ეს თავყრილობები იწყება, ან როდესაც არდადეგების მერე ბავშვები ჩამოდიან და ერთმანეთს ხვდებიან, მისალმების დროს, გადაკოცნა, ასევე ყველა მათგანი შეიძლება სკოლაში მოვიდეს ჯანმრთელი, მაგრამ მას უკვე დაავადება ჰქონდეს, ის მტარებელი იყოს და რამდენიმე პერიოდის მერე, რამდენიმე დღის მერე უკვე კლინიკური გამოვლინებაც დაიწყოს. კლასიკური სიმპტომატიკა მსუბუქი ფორმების შემთხვევაში ეს არის კუნთების
კუნთების ტკივილი შეიძლება იყოს, ცხელება, ტემპერატურა ზოგჯერ 37-38 გრადუსაც აღწევს. შეიძლება ბავშვი აღინიშნოს გამონაყარიც სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, აი გამონაყარი არის ზუსტად ის ფაქტორი, რომელიც ხშირად მის დიაგნოსტიკას იწვევს და დიაგნოზი მიდის ხოლმე ნაწლავური ინფექციებიდან სხვა დაავადებებისკენ და ხშირად ფიქრობენ ხოლმე, რომ აი წითელა წითურა ან ჩუტყვავილა ხო არ არის. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ცოტა უფრო მძიმე ფორმების დროს, ეს არის მენინგიალური ნიშნები უკან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების კუთხით, მათ შორის გამოიწვევს შეიძლება ძლიერი თავის ტკივილი, კისრის კუნთების რიგიდულობა, შუქის შიში, ფოტოფობია, უმადობა და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ დიარეა პირველ პერიოდში ვლინდება საშუალოდ 7-10 დღის განმავლობაში, თუმცა სუბუქ ფორმებში შეიძლება 1 დღის განმავლობაშიც კი იყოს და ერთჯერადიც კი ესეთიც არსებობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ აძლევს საშუალებას იმისა, რომ დავუშვათ დამშვიდებული იყოს, იმიტომ რომ ხანდახან ოჯახის ერთი წევრი შეიძლება ადვილად გადაიტანოს და თუ მეორე ბავშვიცა მეორეში შეიძლება უკვე ცოტა უფრო რთულად მიდიოდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც ოჯახში აღმოაჩენთ, რომ ერთ-ერთი შვილს აღმოაჩნდა ესეთი ინფექციური დაავადება, ყველაზე სწორი რეკომენდაცია მიუხედავად იმისა, რომ ისინი კი ერთად იყვნენ იმ პერიოდში, როცა დაავადება გადამდები იყო, მაგრამ იმ მომენტიდან, როცა მშობელი ხვდება, რომ დაავადება აქვს ბავშვს, ან დიაგნოზირებულია, მოვარიდოთ, რა თქმა უნდა, მეორე ბავშვიც ამ დაავადებულ ბავშვს და ვეცადოთ, რომ ჰიგიენის ყველა წესი მაქსიმალურად უფრო ზედმიწევნი დავიცვათ. მათ შორის დასუფთავება, ყველა იმითისა, რომელსაც ბავშვი ეხება, ჭურჭლის იქნება თუ სააბაზანოსი და ასე შემდეგ. როგორც ნუტრიციოლოგი ყოველთვის ვაქცევ ერთ დეტალს ყურადღებას, რომ აუცილებელი არის მithumetes ცხელი ზაფხულის პირობებში ჩვენ ფაქტიურად უტოლდებით აი იმ ქვეყნებს, რომლებშიც ესეთი წითელი ხაზივით მიდის ესეთი ინფექციები. რა შეასაქმე ახლა ეს ტემპერატურა არის, ტემპერატურა, რომელიც ძალიან კარგ საცხოვრებელ გარემოს უქმნის მიკროორგანიზმებს. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი და პირველი და ალბათ ნიშანდობლივი ფაქტორი იქნება ის, თუ ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ პროდუქტის არა მარტო ვარგისიანობას, არამედ შენახვის პირობებსაც. რატომ? იმიტომ რომ შეიძლება საწყისად ვარგისიანი პროდუქტი, მაგალითად ოჯახში მოტანილი სიტყვაზე რომელიმე არცის პროდუქტი ან ნაყინი, ვაქციოთ უვარგისოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ დავიცოთ მისი შენახვის პირობები. საქმე იმაშია, რომ პროდუქტის ვარგისიანობა არ განისაზღვრება მარტო იმ თარიღით, რომელიც მისი მოხმარების თარიღია და რომელიც მითითებულია ეტიკეტზე. არსებობს არასათანადოდ შენახული და არასათანადოდ დამუშავებული პროდუქტებიც. აი მაგალითად, კარგი საქონლის ხორცი შეიძლება მომზადების პირობებში არ იქნას სათანადოდ დამუშავებული, ანუ არ იქნას სათანადოდ მიყვანილი იმ კონდიციამდე, როდესაც ის საკობად ვარგისია, იგივე მოხარშული იქნება თუ შეწვა და ასევე არ იქნას სათანადო პირობებში შენახული, მით უმეტეს, როცა ზაფხულის ცხელი თვეებია, არასამაცივრად დატოვება პროდუქტის, რომელიც სამაცივრე პროდუქტია, ფაქტიურად იწვევს მასში მიკროორგანიზმების გამრავლებას, ბაქტერიების გამრავლებას, რომლებიც მე რა თქმა უნდა გამოიწვევს ნაწლავურ დისკომფორტს. ასევე არსებობს ძალიან საინტერესო თემა ნუტრიციოლოგიური, არ უნდა გამოიყენოთ ერთად იმ პროდუქტების კომბინაცია, მით უმეტეს ბავშვებთან, რომლებიც ერთად იწვევენ ერთმანეთის, ასე ვთქვათ, ვარგისიანობის გადაფარვას და ასეთი პროდუქტები ერთმანეთთან ანტაგონისტ დამოკიდებულებასაც კი ავლენენ. მათ შორის მაგალითად ძის პროდუქტები დაუშვათ ჭარბცხიმიან პროდუქტებთან ერთად. მე გულისხმობ შემწვარი დაუშვათ მცენარეული ცხიმზე შემწვარი მომზადებული პროდუქტები. ასევე ისეთი პროდუქტები, მაგალითად ძის პროდუქტი იგივე სიტყვაზე რომელიმე მჟავე პროდუქტთან ერთად. თუ არ არის, რა თქმა უნდა, ეს მაწვანე ძის პროდუქტებიდან ან კეფირი და იოგურთი. და რაც მთავარია, საკვები პროდუქტების შენახვის პირობები, თქვენ მოგეხსენებათ, რომ იმ რეგიონებში, იმ ადგილებში დაუშვათ, სადაც დენი არ არის, ან მიწოდება ხდება გარკვეული პრობლემებით, შეიძლება პროდუქტი გაყინული გალხვეს, მე ისევ გაიყინოს, ისევ გალხვეს და აი ეს ცვალებადობები მაცივრის და შენახვის პირობების ზუსტად ხელს უწყობს მასში მიკროორგანიზმების გამრავლებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ შემთხვევაში არის ის, რომ კონსერვირებული პროდუქტის მიღების დროს ეს საყოველთაოდ მოწოდებული აპრიორი წესი დავიცვათ ხოლმე, რომ თუ პროდუქტის შეფუთვა არ შეესაბამება იმ ნორმას, რომელიც უნდა გქონდეს, აი გაბერილია, ამოწეულია, ან დეფორმირებული, ან თუნდაც დაზიანებული, ხო? ჩვენ ასეთი პროდუქტი, რა თქმა უნდა, არ უნდა მიიღოთ, მით უმეტეს ბავშვთა კვებაში არ უნდა გამოვიყენოთ. კლინიკური სიმპტომებიდან გულისრევა, პირღებინება, დიარეა, ასევე ბავშვები ხშირად აღნიშნავენ ხოლმე მუცლის ტკივილს, მათ შორის მოვლით მუცლის ტკივილს.
კონკრეტულ ლოკაციაზე იდებს ხოლმე ხანდახან პატარა ხელს და დედას ეუბნება სატკივა. ცხელება, რომლებიც ჩვეულებრივ 2-3 დღის განმავლობაში გრძელდება და სამკურნალო რეკომენდაციების დროს პირველი, რასაც ექიმი ამ დროს გვაძლევს, ეს არის სიმპტომური მკურნალობა და გვეუბნება, რომ ყურადღება მივაქციოთ აუცილებლად სითხის ბალანსს. რატომ სითხის ბალანსი? იმიტომ რომ ხანგრძლივად მიმდინარე დიარეა და გულისრევა იწვევს, ასე ვთქვათ, წყლის ნაშთის შემცირებას ორგანიზმში. მით უმეტეს ძალიან გზნობიარი არიან ამის მიმართ ბავშვები. ამიტომაც პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის სათანადო ჰიდრატაცია. 2 ლიტრი წყლის მიღება დღეში დასული ადამიანის მიხედვით, ბავშვებში იმის მიხედვით რა საკისარი, ექიმი ამის მიხედვით გეტყვით კონკრეტულად რამდენი შეიძლება მას მივაწოდოთ. პირველი 24 განმავლობაში, 24 საათის განმავლობაში დასულ ადამიანების შემთხვევაში მე მოვუწოდებ ხოლმე შეზღუდული კვებისკენ, ეს ყველაზე სწორია, იმიტომ რომ ახალი პარტია საკვები, რომელიც ჩადის კუჭში და ნაწლავებში, რომლებიც მიკროორგანიზმების დიდ ნაწილს შეიცავენ, ასე ვთქვათ, გამდიდრებული ელოდებიან ხო საკვებ მასას, იწვევს განმეორებითი დიარეის შემთხვევას, ამიტომაც შეზღუდული საკვების მიღება ეფექტურია. ხალხურ პირობებში თქვენ კარგად იცით, რომ გამოიყენებენ ჩაის, ორცხობილას, კარტოფილის პიურეს, ამაზე ხშირად საუბრობენ ხოლმე. დღეს ბევრი ნუტრიციოლოგი უკვე უარყოფს ამ მეთოდებს, ამბობს, რომ ეს უფრო ცუდია, იმიტომ რომ ნახშირწყლოვანი საკვებია, რომლებიც თავისთავად აირად პროდუქტებს წარმოქმნის და უფრო ამწვავებს ტკივილებს და მინერალური წყლების გამოყენება. იცით, უფრო ხშირად პაციენტმა თავად იცის ფორმულა, რომელი საკვები ნივთიერება მას და რომელი საკვები მას ყველაზე მეტად უხდება და უფრო უამებს ამ ტკივილს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შიმშილი, რომელსაც დღესდღეობით ბევრი ნუტრიციოლოგი მოუწოდებს პირველი 24 საათის განმავლობაში, აუცილებელი არ არის. მით უმეტეს დღეს ძალიან ბევრი ადამიანს აქვს პრობლემა, დაუშვათ იგივე მეტაბოლური სინდრომი, ინსულინ რეზისტენტობა, ასე შემდეგ და ესე ხელახებით მოწოდება იმისკენ, რომ არ მივიღოთ საკვები, ცოტა რთულია. შესაძლებელია მოხარშული ბრინჯი, კარტოფილის პიურე, ნატურალური ჯემის სიმპტომები, წვენები და ასე შემდეგ. სიმპტომების შესამჩნევად გაგრძელების შემთხვევაში აუცილებელი ხდება უკვე ექიმის ჩართულობა და თუ ექიმის ბინაზე ჩართულობა არ იქნება საკმარისი, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალიზაცია მიდის და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში უკვე აი ამ სითხით შევსება ორგანიზმის ხდება, რა თქმა უნდა, ინტრავენური საშუალებებით. ჰიგიენური პრევენცია მთავარი არის ის, რომ ხელების რეგულარული დაბანა საპნთა და ანტისეპტიკის საშუალებებით, ჩვენ ცოტა ხნის წინ COVID პანდემიის დროს გავეცანით სანიტაიზერის საყოფაცხოვრებო გამოყენებას, წყლით დაბანა თბილი წყლით თუ ვერ ხერხდება იქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, შესაძლებელია სპეციალური სველი ხელსახოცების გამოყენება, სადეზინფექციო ხელის ან ელემენტარულად საკვების ისე მირთმევა, შეძლების დაგვარად, რომ მასთან ხელი არ მოხდეს კონტაქტში, იგივე ჩანგლის გამოყენებით, დღესდღეობით ბევრი საკვები ორგანიზაცია გვთავაზობს უკვე სპეციალურ ხელთათმანებს მოგეხსენებათ, რომლებიც ასევე გვიმარტივებენ და შესაძლებელი არის უარის თქმა მთელ რიგ პროდუქტებზე, რომელსაც მე, როგორც ნუტრიციოლოგი, ყოველთვის ვუფრთხი ზაფხულის პერიოდში. ეს არის კონსერვირებული პროდუქტები, შებოლილი ხორცი, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, დავიჩინებული პროდუქტები, ლორის სახეობების სხვადასხვა, თუ რა თქმა უნდა, არა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს არის ძალიან ისეთი კარგი მწარმოებელი და კარგ სათანადო პირობებში შენახული. ასევე მოგიწოდებით თავი შეგვეკავებინა ალკოჰოლური სასმელებისგან, იმიტომ რომ ხშირად ალკოჰოლური ისეთი დიწვეულებაზე მიღებული ალკოჰოლური სასმელები და ესეთი საკვების თანდართვა უფრო ართულებს სურათს და ამძიმებს პაციენტის მდგომარეობას და ბავშვების შემთხვევაში ასევე ძალიან გთხოვდით, რომ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ დღესდღეობით ვიცი, რომ ბევრი ხართ ჯერ კიდევ რეგიონებში, მშობლებს უყვართ ხოლმე ჯანსაღი საკვების მიწოდების ეგიდით ბავშვებისთვის ნედლი რძის და კვერცხის მიწოდება, რაც არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული, იმიტომ რომ იმისთვისო ჩვენ დარწმუნდეთ, რომ რძე ვარგისია, ის უნდა იყოს აუცილებლად თერმულად დამუშავებული, ძალიან ძნელია ვენდოთ დღეს რძის ვარგისიანობას და უმის სახით მივაწოდოთ ბავშვს და ეს არის კვერცხი, რომელიც ასევე უმის სახით ძალიან სახიფათოა, თუმცა თვითონ თავისთავად ძალიან კარგი პროდუქტია, ჩვენ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყოთ, რომ ქათამი ჯანმრთელი იყო და კვერცხი ჯანმრთელია და მისი გატეხვაც მოხდა სუფთა პირობებში, იყო 1000 გვარი საჭმელი, რომელიც გამოიყენებოდა ისე თქვი ჰაეროვანი სუფლეები, გოგლი-მოგლი, ტირამისუ, რომლებიც ასე კვერცხზეა დამზადებული და რომელთა შენახვა ძალიან საფრთხილოა და გამოყენებაც საკვებ პროდუქტებად.
ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიოში სხვადასხვა ნაწლავური ინფექციების სახით ავადდება. მსოფლიო პანდემიების უდიდესი ნაწილი, რომლებიც მაღალი რეტალობით გამოირჩეოდა, რა თქმა უნდა, გრიპის პარალელურად იყო ზუსტად ნაწლავური გამოვლინებებით მიმდინარე დაავადებები და თქვენ კარგად იცით, რომ კაცობრიობას აი ამან ეს საკმაოდ დიდი დაღი დაასვა, იმიტომ რომ მთელი ქალაქები იხურებოდა და მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იღუპებოდა და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო წყალი. იმ ადგილებში, სადაც წყლის ვარგისიანობა არ არის ხოლმე კარგი და დაუშვათ ჭისწყალი მეწოდებათ, მოსახლეობას მოუწოდებთ ხოლმე ბოთლირებული წყლის დალევას და თუ ამის საშუალებაც არ არის, მაშინ დროებით შესაძლებელია თერმულად დამუშავებულ წყალზეც გადასვლა, რა თქმა უნდა. კლასიფიკაცია და სახელწოდებები საკმაოდ დიდია ამ ოჯახის ამ დაავადებების, აი ამ ტიპის დაავადებების გამომწვევები შეიძლება იყოს ენტეროვირუსები, რომლებიც სხვადასხვა ქვეჯგუფებს შეიცავს, მათ შორის კოქსაკის ვირუსი, ენტეროვირუსების სხვადასხვა შტამები. გადაცემის მექანიზმზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და ერთი დეტალი, რომელიც მინდა დავამატო, ეს არის ის, რომ ზოგიერთი ექიმი, ზოგიერთი ნუტრიციოლოგი, რა თქმა უნდა, დღეს ამ დაავადებების მომატებას კიდე ერთ ფაქტორს უკავშირებს. ეს ფაქტორი არის ძალიან ბანალური და საინტერესო, ეს არის გრძელი ფრჩხილები, რომლებიც დღეს ძალიან მუდაშია. საქმე იმაშია, რომ გრძელი ფრჩხილების შემთხვევაში ძალიან, როცა დედა ამზადებს საკვებს, რა თქმა უნდა, ამაზე ვსაუბრობთ, ძალიან რთულია დავიცვათ ჰიგიენა ფრჩხილის ქვედა მიდამოსი. მით უმეტეს, როცა აი ამ ხელით საკვების გაკეთება ხდება, იქ დაბუდებული მიკროორგანიზმები ხშირად ხდება საკვებში, ამიტომაც დედიკოებს, რომლებიც ესეთი ლამაზი გრძელი ფრჩხილებით საკვებს ამზადებენ ხოლმე, ურჩევთ ხოლმე, რომ გამოიყენონ სხვადასხვა თავდაცვის საშუალებები, იგივე კოზით მოურიონ დაუშვათ, შეძლების დაგვარად ხელთათმანი გაიკეთონ პროდუქციის მომზადების, ან ძალიან კარგად დაიმუშაონ არა მარტო თითები და ხელები, არამედ ფრჩხილქვეშა მიდამოც, იმიტომ რომ შესაძლებელი არის სწორედ იქ დაბუდებულმა მიკროორგანიზმებმა გამოიწვიონ სხვადასხვა დაავადება ბავშვებში. რაც შესაძლებელი არის, მე რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმედად წავიდეთ, როგორც უკვე ვისაუბრეთ. საკმაოდ მაღალია კონტინგენტი მოსახლეობისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვატყობინებს, რომ არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც დაავადებები, ესეთი ტიპის დაავადებები არა მარტო მაღალი ხარისხით ვლინდება, არამედ მაღალი ლეტალობითაც ხასიათდება. აი მაგალითად ბრაზილიაში ჩატარებული 2022 წლის კვლევით გამოვლინდა, რომ 1158 ბავშვს ჰქონდა ენტეროვირუსი, 8.8%-ში დაავადება ცოტა უფრო მძიმედ მიდიოდა და იგი დაკავშირებული იყო ენტეროვირუსთან, ხოლო 31.7%-ში სხვა ვირუსული ინფექცია გამოვლინდა. უნდა ვიცოდეთ, რომ ძირითადი გამომწვევები ესეთი დაავადებების არიან ვირუსები, ბაქტერიები და სხვადასხვა პარაზიტებიც შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ დაავადებები სწრაფად ვრცელდება იმ ადგილებში, სადაც წყლის მიწოდების ჰიგიენური ნორმები და კანალიზაციის სანიტარული ნორმები დაცული არ არის. აქედან გამომდინარე, დიდი ქალაქები შედარებით უფრო დაცული ვართ ამისგან, მაგრამ ჩვენ ახლა ერთ-ერთი გადაცემაში ქალბატონ თამართან ჩავწერთ ჩვენ ეპიდემიოლოგთან თუ რა გავლენას ახდენს მავნე გარემო და ესეთი ურბანული ასე ვთქვათ, მონსტრები, ისეთი როგორც დღეს თბილისი ხდება, უკვე დიდი ურბანული ქალაქი, რომელსაც აქვს შედარებით უფრო მწირ ქალაქზე გათვლილი, უფრო პატარა მოცულობის ქალაქზე გათვლილი იგივე წყალია თუ კანალიზაცია და აი ამ ასე ვთქვათ, პრობლემის მოგვარება დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ მოსახლეობა ძალიან გაზრდილია, ტურისტები ძალიან ბევრი არიან, სხვა ქვეყნიდან დევნილები ჩემოდიან ჩვენთან და ქალაქი უკვე ვერ აუდის ამ ფაქტორებს და ალბათ თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალიც არის, რომ გარკვეულწილად ვიზრუნოთ იმაზე, რომ აი როდესაც წყლის გათიშვები ხდება, თუნდაც ახალი დაერთების, ახალი ობიექტის მიერთების დროს ვიფიქროთ იმაზე, რომ პირველი რამდენიმე პერიოდი წყალი არ გამოვიყენოთ სასმელად, მიუხედავად იმისა, რომ ის სუფთავდება, იმიტომ რომ ზუსტად ამ პერიოდში შესაძლებელია მოხდეს წყალში მიკროორგანიზმებით დაინფიცირებული ნაკადი, რომელმაც შესაძლებელია შემდგომში გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება. თუ მარტივად შევადარებთ ენტეროვირუსულ ინფექციას და გასტროენტერიტებს, ნახავთ, რომ ვირუსული ინფექციები ძირითადად პიკორნავირიდეს ოჯახის გამომწვევებით მიდის, გასტროენტერიტი კი ზოგადად კუჭნაწლავის ანთებითი დაავადება, რომელიც შეიძლება გამოიხატოს დიარეით, გულისრევითა და ტკივილით, მას შეიძლება იწვევდეს ბაქტერიებიც, ვირუსებიც და პარაზიტებიც. ენტეროვირუსული ინფექციები უფრო ხშირად უსიმპტომოდ მიდის, თუმცა შესაძლოა ახდეს ცხელებაც, გამონაყარიც, დიარეაც, რესპირაციული ნიშნებიც კი შეიძლება ჰქონდეს და მძიმე
მძიმე შემთხვევაში შეიძლება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დაზიანებაც კი გამოიხატოს. გასტროენტერიტი უფრო მეტად მიდის დიარეის და ღებინების სიმპტომებით, გულისრევა ახლავს და უფრო მნიშვნელოვანი არის მაინც კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ ნიშნების გამოვლინება. მექანიზმი ორივეგან წამყვანი არის, რა თქმა უნდა, ფეკალურ-ორალური მექანიზმი, მაგრამ ფეკალურ-ორალური მექანიზმის გარდა ძალიან საინტერესო არის ენტეროვირუსული ინფექციების შემთხვევაში წვეთოვანი გადაცემის გზაც, იშვიათად სისხლით და სიმპტომური გადაცემა უსიმპტომო პაციენტებისაგან, აი, როდესაც იგივე დასაწყისი სასწავლო პერიოდის, როცა ბავშვი მოდის და ჩვენ გვეჩვენება, რომ ჯანმრთელია და მას არ აქვს ჯერ სიმპტომატიკა, შესაძლებელია ის უკვე გამომწვევს ატარებდეს ორგანიზმში და შესაძლებელია გადამდებიც კი იყოს მასთან ურთიერთობა. სამიზნე ორგანოები, რა თქმა უნდა, ძირითადად კუჭიდან ნაწლავებია, თუმცა ენტეროვირუსის შემთხვევაში ჩვენ ნახეთ, რომ შესაძლებელია ჩაერთოს სასუნთქის სისტემაც, გულის და ცენტრალური ნერვული სისტემაც. ამიტომაც მინდა მოგიწოდოთ კიდევ ერთხელ, როგორც ნუტრიციოლოგმა, როგორც ექიმმა, რომელიც გასტროენტეროლოგიურ კლინიკაში მოღვაწეობს, რომ ჩვენ საკმაოდ ხშირად ხედავთ ხოლმე პაციენტებს ესეთ გარდამავალ სეზონებზე, მით უმეტეს, რომლებსაც მსგავსი პრობლემებით მოდიან ჩვენ კლინიკაში. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ თუ ძალიან არ გამწვავდა მდგომარეობა, ექიმის კონსულტაცია არ არის საჭირო, ან საკმარისი არის ანტიბიოტიკების დალევა, როგორც ჩვენ ვისაუბრეთ, გამომწვევი შეიძლება ვირუსული ინფექციაც იყოს, სადაც ანტიბიოტიკი ზუსტადაც რომ შეარჩიოთ დაუშვათ ვერაფერს ვერ გააკეთებს, ხოლო ბაქტერიის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს ის ანტიბიოტიკი საერთოდ მოქმედებს თუ არა ამ მიკროორგანიზმზე. აქედან გამომდინარე, ეს საკმაოდ მარტივი და ადვილად მიმდინარე დაავადება ჩვენ არ უნდა ვაქციოთ მძიმე პრობლემად, მძიმე სამედიცინო და სოციალურ პრობლემად და საჭირო არის დროული ინფორმაცია და რა თქმა უნდა პრევენცია. პრევენცია კი მდგომარეობს ჰიგიენის წესების დაცვაში, არა მარტო ჩვენი მხრიდან, არამედ მწარმოებლების მხრიდან, დისტრიბუტორების მხრიდან, მომწოდებლების მხრიდან, ასევე იმ დაწესებულებების მხრიდან, სადაც ჩვენ შევდივართ, სადაც კონტაქტი გვაქვს იგივე სველწერტილებთან, ზედაპირებთან, კვების ობიექტებში, ჭურჭელთან თუ ასე შემდეგ. ძალიან მინდა გთხოვოთ კიდევ ერთი რამ, მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა დაიწყო, საკმაოდ ცხელი შემოდგომაა, მაღალი ტემპერატურაა, ყურადღება მივაქციოთ კვების პროდუქტების ვარგისიანობას და კიდევ ერთი თხოვნა, სანამ მოხდება სკოლებში და ბაღებში ორგანიზებული კვების რეჟიმების ჩართვა და დაწყება, მით უმეტეს სკოლებზე განსაკუთრებით მაქვს საუბარი, ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რა საკვებს ვატანთ ბავშვებს სკოლაში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯანსაღი და კაი საკვები მოუმამზადეთ, საკვები არ უნდა იყოს მალფუჭებადი და გაკვეთილების სვლელობის დროს შესაძლებელი არის აი ეს ჯანმრთელი და კარგად მომზადებული საკვები ადვილად გაფუჭდეს. ამიტომაც უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა თავდაცვის მექანიზმები, მათ შორის თერმოჩანთები, სპეციალური ჩანთები, რომლებიც დღეს თანამედროვე სასკოლო ჩანთებს მოყვება და აუცილებლად ბავშვებს ვეცადოთ, რომ განუმარტოთ, რომ საკვების მიღების წინ ხელები დაიბანონ, თუ ამის საშუალება არ აქვს, სპეციალური სველი ხელსაყრელები მაინც გამოიყენონ და აუცილებლად დაიბანონ ხელები საკვების მიღების შემდგომაც. და კიდევ ერთი თხოვნა შენიშნა, როგორც დედის, როგორც ექიმის პოზიციიდან, თუ ნახეთ, რომ ბავშვი არ არის ჯანმრთელად, ან რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ავლენს, რომელიმეს თავი შეიკავეთ, ძალიან გთხოვთ სასწავლო დაწესებულებაში ასეთი ბავშვის მიყვანისგან, იმიტომ რომ შეიძლება ის დაავადება მასში მარტივად მიდიოდეს, მაგრამ საკმაოდ რთული სახით გამოვლინდეს სხვა ბავშვი, ასევე მოვარიდოთ უნდა, რა თქმა უნდა, ორსული დედები, პატარა ბავშვები, მით უმეტეს ვისაუბრეთ, მათში შედარებით უფრო მძიმე მიდის და დავიცვათ საკუთარი ბავშვის ჯანმრთელობაც და საკუთარი შვილის ჯანმრთელობის დაცვით დავიცვათ ასევე სხვების ჯანმრთელობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყურადღებისთვის, ძალიან გთხოვთ მოგწერეთ ხოლმე თქვენი კითხვები, თქვენი საინტერესო, ჩვენ გვაქვს ჩვენი ოფიციალური გვერდი, სადაც მე როგორც კლინიკის ექიმი აუცილებლად მოვაგროვებ ამ კითხვებს და ჩვენ შემდგომ გადაცემებში ვეცდებით ხოლმე რომ თქვენ კითხვებზე უპასუხოთ უკვე არა მონოლოგის სახით, არამედ კითხვა-პასუხის რეჟიმში. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და ბედნიერ და წარმატებულ სასწავლო წელს.